მოგესალმებით მეგობრებო. სოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელი უნარებით გამოირჩევიან. როდესაც მათ შესაძლებლობებს ვხედავთ, ნებისმიერს გვეუფლება განცდა იმისა, რომ ეს შეუძლებელია. როგორ შეიძლება ეს მოახერხო? გვრჩება მხოლოდ ერთი რამ: უყუროთ, აღტაცება გამოხატოთ მათი უნარების ხილვისას და გამოვიცნოთ, რა დრო დასჭირდებოდათ იმისათვის, რომ ასეთი შედეგებისთვის მიეღწიათ. წარმოგიდგენთ კადრების ნაკრებს, სადაც ნაჩვენები იქნება ადამიანები, რომელთა ტალანტი და ოსტატობები ჩვენი ფიქრების თვალსაჩინოს ცდება. მაშასე, დავიწყოთ. ფსონს ვდებთ, თქვენი გონება ვერაფრით იჯერებს, რომ ეს ნამდვილი ტატუირებაა და არა რომელიმე კევის სტიკერი. ეს ნამდვილად ტატუა და ისეა შესრულებული, თითქოს მართლაც დასაწებებელი სტიკერი იყოს ხელზე დაკრული. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტატუს მასტერს ნამდვილად ოქროს ხელები აქვს. ეს ბიჭი დინამო მანქანაზე რომ შევაერთოთ, არ გაუჭირდება ელექტროენერგიით მთელი დასახლება მოამარაგოს. დამეთანხმეთ, რომ იშვიათი შესაძლებლობაა. ბრეიკ დანსი მისი შესრულებით სრულიად ახალ დონეს მიჩვენებს. უბრალოდ რთულია მივხვდე, როგორ ახერხებს ამ მოძრაობას და საიდან ეს შესაძლებლობა. თითოეული ჩვენგანი ფეხზე მდგარი რომ დავტრიალდეთ, თავბრუ დახვეული ალბათ კედელს მივენარცხებით. მოდით ვთქვათ სიმართლე. ფეხით გადაადგილების დროსაც შესაძლებელია დაბრკოლება წარმოგვექმნას და წავიქცეთ კიდეც. ეს ადამიანი კი დამეთანხმეთ გენიოსია. ის კიდურებზე უკეთ ფლობს მოტოციკლის ბორბლებს და წარმოუდგენელ შოუს გვაჩვენებს. ყველაფერი კი თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგად. ცნობილ ვიდეო ბლოგერ ზაკ კინგს იმდენად მოეწონა ამ ადამიანის შექმნილი 3D ნახატი, რომ გადაწყვიტა წარმოსახულ უბსკულში გადაჭეხილიყო. ამ შემთხვევაში ორივეს შემოქმედება იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. ადამიანი, ვინც ეს 3D ნახატი შექმნა და ზაკ კინგი, რომელმაც იმდენად ოსტატურად წარმოგვიდგინა მაგიური ვიდეო ეფექტი, რომ ჩვენს გონებას აიძულა დაეჯერებინა თითქოს ის მართლაც უბსკულში გადაეშვა. ამ ბიჭისთვის რომ გეკითხათ, რა არის მის სახლში ყველაზე შემოქმედებითი, შანს ხელიდან არ გაუშვებდა და აუცილებლად დაიკვეხნიდა ჩვენთან, რომ ლეგო ქალაქს ფლობს. თითქოს ჩვეულებრივი სვეტია, მაგრამ მის სიღრმეში ლეგოებით შექმნილი მთელი ქალაქია. ამ შემთხვევაში ჯერ იდეა იწვევს გაოცებას და შემდეგ მისი განხორციელება. ავტორის თქმით, იდეის განხორციელებას წლები დასჭირდა. ამ სპორტსმენს უნდოდა მეგობარ გოგონაზე შთაბეჭდილების მოხდენა. გათვლა უკანა სალტოთი მთელი თავდაღმართის ჩავლა და ზღვაში შესვლა იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, მისი გათვლა გეგმის მიხედვით არ წავიდა და ამ შემთხვევაში არა მარტო მისი მეგობარი გოგონა გააკვირვა, არამედ პლაჟზე მყოფი ყველა დამსვენებელი. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი ექნებოდა თავბრუსხვევა ამ ტრიუკის დასრულების შემდეგ. სანამ პროფესიონალი ჟონგლიორები ცდილობენ პუბლიკის გაკვირვებას 3 ბურთის ტრიალით, ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი ჟონგლიორობს ამოყირავებულ მდგომარეობაში, თანაც ფეხებით ხეზე დაკიდებული. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთ მდგომარეობაში ის 5 ბურთით ჟონგლიორობს. თუ კი ოდესმე გიყურებიათ მაიკლ ჯექსონის ცნობილი ცეკვის ილეთისთვის იატაკზე უყუსვლის სრიალზე, ალბათ მიხვდებოდით, რომ ცეკვის ეს სტილი საკმაოდ რთულია. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა რიგ რთული იქნება ასეთი ილეთის გამეორება წყალქვეშ, თანაც ამობრუნებულ მდგომარეობაში. ეს გოგონა პროფესიონალი სპორტსმენია სინქრონულ ცურვაში და ბევრი გასაოცარი ილეთის შესრულებაც შეუძლია ამის გარდა. ამ იუველირს საქმე გამოელია და გადაწყვიტა ბრინჯის მარცვალით შედევრი შეექმნა. ბრინჯის მარცვალის ზომა ვიცით და რა შესაძლებლობის უნდა ყოფილიყო ინსტრუმენტი ეს მართლაც შედევრი რომ შექმნილიყო. ბრინჯის მარცვლის გოძილა. რა თქმა უნდა, ის მიკროსკოპის ქვეშ შეიქმნა. დამეთანხმეთ, რომ ეს ნამდვილად დიდი ნიჭია. ასეთ სრულყოფილებას დიდი ზომისას ვერ შექმნა. ჟონგლიორმა ძმებმა წარმოუდგენელი შოუ დადგეს. მათ 900 საფეხური აიარეს ამ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ, როგორ რთული იქნება ჯერ თავით ამოყირავებულ მდგომარეობაში თავზე ასე გაჩერება და მერე 900 საფეხურის ავლა. თქვენს წინაშეა უიშვიათესი ინსტალაცია. ხედავთ ცნობილი მეცნიერის ნიკოლა ტესლას პორტრეტს. სინამდვილეში ეს პორტრეტი სულაც არ არის. ოდნავ გვერდზე გასვლა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს დაინახავთ.
შეიძლება ითქვას, რომ მართლაც მაგიაა, იმიტომ რომ ასეთი რამ თუნდაც იდეის დონეზე უიშვიათესია და ეს იდეა რომ რეალობად აქციო, ეს ხომ ნამდვილად დაუჯერებელია. თუმცა ამ შოუს მოწყობა ძალიან ნიჭიერმა ადამიანმა შეძლო და უამრავი ადამიანის აღტაცება გამოიწვია. იმ დროს, როცა პლაჟზე ყოფნისას ბავშვები ცდილობენ მათ მიერ შექმნილმა ქვიშის ციხესიმაგრეებმა პატარა ზღვის ტალღები შეაჩეროს, ამ ბიჭმა შეძლო მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ მის მიერ შექმნილ ქვიშის ციხესიმაგრეს მთელი ცუნამი შეჩერება შეუძლია. ეს მამაკაცი დიდი ტალანტის მქონე ადამიანია. მას შეუძლია საკუთარი ხელით, საკუთარ თავზე არც მეტი არც ნაკლები შედევრები შექმნას. დამეთანხმეთ მართლაც დიდ ნიჭთან გვაქვს საქმე. რეალური ადამიანი ობობა ქსელის გარეშე. მართლაც შთამბეჭდავია, რა სიტყვით? რთულია რეალურად ჩათვალო ამ მამაკაცის ეს მოქმედება. შეიძლება იფიქრო, რომ უკუღმა დატრიალებული კადრია, თუმცა ის ფაქტი, რომ ძაღლი მისდევს, გვარწმუნებს, რომ ვიდეო რეალურია. ძაღლი ნამდვილად ვერ მოახერხებდა უკანსვლით ზევით არბენას კიდეებზე. მოდით დაწერეთ, რამდენი შეძლებთ 10 საფეხურზე მაინც ჩამორბენას უკუსვლით. ჩინელმა ვიზაჟისტმა და ვლოგერმა იუია მიკამ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი სახე შეუძლია მოირგოს. თუნდაც ეს მერლინ მონრო, ჩარლი ჩაპლინი ან ჯოკონდა იყოს. მისი თქმით, არც ისე რთული იყო ჯონი დეპის სახე მოერგო. აინშტაინის სახეზე მუშაობას კი მხოლოდ 2 საათი მოუნდა. ეს კი ბოლო და ყველაზე საუკეთესო. დააკვირდით, როგორ მოხერხებულად გადაყავს საკმაოდ ვიწრო ძელზე მოტოციკლი ამ ადამიანს. მერე რა რომ ცალფეხს მეორე ძელზე აყრდნობს და ისე განაგრძობს სვლას. ეს კი შეიძლება ითქვას უბრალოდ ფანტასტიკაა. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო. დაალაიქეთ თუ ნამდვილად მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს და გამოიწერეთ არხი ზარიანად. დაწერეთ კომენტარებში ყველაზე მეტად რომელი ეპიზოდი მოგეწონათ. მე მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. ნახვამდის.